ამოცანა ხო ვიცით რა ადამიანის დაბადებ ჩვენ აი მკვდარ სხეულში მოკვდავი არის ჩვენი სხეული ასევე არის პიროვნება გარდაცვლილი ედემის ბაღში ზუსტად იმავე დღესვე გარდაიცვალა იმავე წუთში იმავე წამში ადამი და ევა როგორც კი სიტყვა დაარღვიეს ღმერთს მიცემული ხელშეკრულება და არა ნივთიერებას არ მოუხდენიეს სიტყვა დაირღვა ღმერთის სიტყვა კი ავტორიტეტია და მისი სიტყვა არის ზმნა მომქმედი არის და იცავს სიტყვას სრულდება მისი სიტყვა დაარღვევ ეგეც სრულდება საწინააღმდეგო რა თქმა უნდა იმისი რაც მოცემულია და სწორედ ასე შემოვიდა ცოდვა დედამიწაზე და ბიბლია სწორედ არის ინფორმაცია ცოდვის შემოსვლისა და ცოდვის გამოსყიდვისა. ამიტომ არის იგი უკვდავი წიგნი. სხვა დანარჩენი ლიტერატურა ჩვენ რომ შედარებები გავაკეთეთ, ის ფანტაზიის ნაყოფი არის ღმერთის შექმნილი ადამიანი გონიერი ჭკვიანი, იღებს მასალას ხილული სამყაროდან გადაამუშავებს სამყარო ხატულ ფორმებში და დაგვითებს სოციალური რომანი იქნება, ფანტასტიკური რომანი, სათავგადასავლო იქნება თუ ისტორიული. ეს არის ყველა იმაში შემთხვევაში მწერლის ფანტაზია. მოიაზრებს ის, მაგრამ აბსოლუტური გაგებით კი არ არის სუმთლად ფანტაზია. რეალიზმი არის გადამუშავებული. ხატულ ფორმაში ჩამოსხმული და წერლის გეგმით მომქმედი პერსონაჟებია ჩვენ წინ. ბიბლია მასეთი წიგნი არ არის. ბიბლია როგორც გითხარით არის ობიექტური რეალობა. ეს არის უცნაური რამ ამ წიგში არის ინფორმაცია რომ ცოდვა დაცემულ სამყაროში ღმერთი შემოვიდა. მართალია მითოლოგიაში ჩვენ ყველა ხალხის რელიგია ვინც ელემენტარულად იცნობს მითოსებს რელიგიას ვთქვათ საბერძნეთისას რომისას და სოფლიო ხალხთა რელიგიები არის მითოსები იქაც ფიგურირებს ღმერთები და რა ვიცი არის კი კულტურა რომ ღმერთი არ ყავდეს და თავისებური თაყვანისცემას არ ქონდეს ადგილი ამ ხალხებში რა ვიცი მე არ ვიცი დედამიწაზე ერი სახელმწიფო რომ არ ქონდეს რელიგიური რწმენა თუ მთელ სახელმწიფოს არა სახელმწიფოში მაცხოვრული გარკვეული კლასს და გარკვეული რაღაცა ფენებიც არის ჩამოყალიბებული აქვთ ღმერთზე წარმოდგენა და თაყვანს ცემენ რელიგიურ ამ ზღვა ოკეანეში ყველათანაბრად მისაღები და სწორია რომ არ ყოფილიყო რელიგიური შუღლი და ომები ერთმანეთში ღმერთმა ეს გაითვალისწინა და ამ კრიზისულ ეპოქაში რომელსაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით ჰუმანიზმი დაუშვა ჰუმანიზმმა სწორედ გააჩერა რელიგიური ომები და ძალიან კარგია ახლა ვისაც უნდა ამ არჩევნის თავისუფლება არის ჭეშმარიტ ღმერთის პოვნაც შესაძლებელი არის. სწორედ ამ მდგომარეობაში რო ვართ ღმერთის დამსახურება ეს. ხო, აბა რატო დაუშვა ჰუმანიზმი მთელი ძალით და დოზით, ხო, მთელ მსოფლიოში. წარმოგიდგენიათ ჰუმანიზმი ამოვიღოთ ახლა სამყაროდან რა მოხდებოდა? მუსულმანები ისევ წავიდოდა ომები, მერე იქით დაეტაკებოდნენ კათოლიკები, პროტესტანტები, მართლმადიდებლები, მუსულმანები, იქნებოდა არეულობა. ხედავთ? აი როცა უკვე ახსრულდა ყველაფერი ეს და უკვე აგერ უკვე 2000 წელზე მეტი გავიდა და მე სხვადასხვა ფაზები გაიარა ეკლესიის ისტორია და საერთოდ ქრისტიანობის ისტორიის ელემენტარული აი თვალის გადავლებითაც მიხვდებით როგორი გზა გაიარა ქრისტიანობამ. გაუთავებელი სისხლის ღვრები იყო. ვიდრე დაახლოებით მე-19 საუკუნე მე-20 საუკუნის რაღაც დასაწყისშიდაც ჰქონდა ადგილი ამას გარკვეულ ევროპულ რეგიონებში კათოლიკებისა და პროტესტანტების დაპირისპირება აი დღეს რელიგიური ნიადაგზე აღარავის აღარ უპირისპირდება გამონაკლისი არის მხოლოდ მუსულმანური რეგიონები დღეს ავღანეთში და ირანში რო არის ვთქვათ შიიტები და სუნიტების და განსაკუთრებით აი სადაც ხელწერტილები არის აი დღეს მომქმედი ეს არის ავღანეთი ეს არის ერაყი და ესეც ლოკალურია ძალიან ღმერთი არ აძლევს უფლებას ეს გაფართოვდეს და ყოვლის მომცველი ისწავიდეს. არც იმას აძლევს ღმერთი ნებას, რომ მთელი ეს მუსულმანური სამყარო გაერთიანდეს და ომი წამოიწყოს ქრისტიანულ სამყაროს მიმართ. იმიტომ რომ გაბატონდა ჰუმანიზმი. თვით მუსულმანურ ქვეყნებში ჰუმანიზმი ჭარბობს, შეიჭრა ეს. გლობალიზაციის მთავარი კატეგორია არის ჰუმანიზმი. ესე იგი ცენტრში ადამიანის წარმოჩენა თავისი ღირებულებებით. გარკვეული გაგებით ეს სწორიც არის. დაუშვით რა გვეშველებოდა ხა ჩვენ რომ დაუბრუნდეთ ჩვენ საუკუნეებს. აი ეს დავაბრუნოთ ეს ისტორია ან ავაღურძინოთ ესეთი გაგება დავტოვოთ ნაციონალური გაგება ნაციონალური რელიგიები რა ომი წავა და აი თუ ღმერთის თვალით შევხედავთ ამას მიხვდებით რომ ღმერთი როგორ მუშაობს როგორი იმით არის უკვე გამოცხადებას აღარ აქვს ადგილი ბიბლია არის დატოვა ამ გაუგებრობებში აი ან ესეთი რელიგიურ აღრეულებებში ერთი ნათელი წერტილი და ყველა ენაზეც ითარგმნა ყველა წარმართულ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო რელიგიების წარმომადგენლები ხო არის ასეთი ქვეყანები ისლამიზმი და ბუდიზმი და ასე შეგვი ინდუიზმი აი მანდაც კი ითარგმნა ბიბლია და ვისაც უნდა ჩვენსავით დაინტერესებულ პიროვნებებს ისეთი ჰუმანურ ეპოქაში ცხოვრობენ რომ არ ეკრძალებათ ბიბლიის კითხვა სახში ხომ კარგი პერიოდია. მიუხედავად ამისა ადამიანი ისეა გაზარმაცებული, არაფერი არ უნდა. უმალ მაინც რელიგიურ იმას რიტუალებს თაყვანს ცემს და ამას კულტურასთან აიგივებს. როგორც ბუდისტი თავის კულტურასთან აიგივებს რელიგიას და თუ ბუდიზმი არ იქნა გაგრება მთელი ეს რაღაცა ინდუისტური და ბუდისტური გარემო, ასევე ქართველიც თუ მართლმადიდებლობა აღარ იქნება, ქართველიც გაქრება. ეს არ არის სწორი. პირიქით მართლმადიდებლობაში დარჩენა, კათოლიციზმში დარჩენა, ეს ერთგვარად რელიგიური ჰუმანიზმი არის.
და ამ რელიგიური ჰუმანიზმის მწვერვალი მაინც არის სოციალური ჰუმანიზმი, რომლის გვირგვინი ადამიანი არის. და ეს არეგულირებს ახლა სიტუაციებს. ამიტომ არის რელიგია გადაინაცვლა უკანა პლანზე და რელიგიური შიზოფრენიებს ადგილი აღარ აქვს, ფანატიკოსებს ცოტა აგდებითაც უყურებენ, დაცინიან, რომელიმე სახელმწიფომ თუ ფანატიკური რელიგიურის გამოამჟღავნა, მთელი მსოფლიო უკვე ამას კაცრიმებით უდგებიან, თქვათ, აი ავღანეთში მის მოსვლას და ცდილობენ მათთან ურთიერთობა გააჩაღონ და რელიგიური ფანატიზმი ჰუმანიზმით ჩაანაცვლონ. ეს მოხდა ყველა მუსულმანურ ქვეყანაში. ეს მოხდა თურქეთში, აი ლაიცისტურია ქვეყანა, ეს ხდება დღეს მსოფლიოში სირიაშიც ეს მოხდება, მოდიან ხო ვთქვათ მუსულმანები არ მოვა გამორიცხეთ ეგა. თორე ბიბლია ზუსტ პასუხს ცემს რომ მოვა დრო როცა მთლიანად ეს გაერთიანდება. ეს პროცესი მიდის ახლა გაერთიანება, გლობალიზაცია, ეროვნული ამ სიტყვის კაი გაგებით ეროვნული იმეების წაშლა და არ არის ეს საშიშროება ეროვნულობის წაშლა. ეროვნულობის წაშლება არ ნიშნავს სახელმწიფოს დანგრევას და პიროვნებების დახოცვას. ეროვნულობა, რომელიც რელიგიურ რანგში ადის, აი მის წაშლა ხდებოდა. ეს სწორიც არის. რა თქმა უნდა, ახლა ეროვნულობა როგორც რელიგიური ფენომენი, მაგალითად ქართველობა, ინგლისელობა, ამერიკელობა. ამერიკელობაც რელიგიაა, თუ ამაში დარჩა მოსახლეობა. ევროპელობა რელიგიაა. რა თქმა უნდა, ცუღმერთები. ამიტომ ევროპელობაც მიუღებელია მეგობრებო. ამიტომ ევროპის სცენების ქვეშ მოიაზრება სოციალური ევროპა, ჰუმანიტარული ევროპა, ადამიანური უფლებები, პოლიტიკა, ცხოვრება, ეკონომიკა და აი იმაში დატოვებული არის რელიგიური კულტურული ცენტრებიც. და ყველა ადამიანს აქვს თავისი ცემული ნება, თაყვანისცეს თუნდაც ქვას. მაგრამ თუ ვინმე წამოყოფს აქს და იტყვის რომ ჩემი უპირატესობს შეიკრება ჰუმანისტები და ტყავს გაძრომენ. ასე რომ ვერც ქრისტიანი ვერ წამოყოფს თავს და იტყვის რომ მე ვარ ერთადერთი სწორი ჭეშმარიტება. ეს აღარ არის საჭირო. ბიბლია გაქვს შენ თვითონ გაიგე. და იმ დონეზე, იმ პარამეტრები და მასშტაბებით იმოქმედე თუ ღმერთი დაუშვებს. შენს ოჯახიდან დაიწყეს შენი მეგობრები, შენი შვილები და ჩაგაბარებს ღმერთი უფრო დიდ აუდიტორიას შეუბერე. ჩაგაბარებს ტელევიზიას. თუ გექნება ამის ჰუმანური ლექსიკონით დაალაგე ეს. და არ დაიწყო რელიგიური ფანატიკური რაღაცა ლექსიკონიც ხო არსებობს ისე როგორი იტყვი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ასეთ ეპოქაში ვართ ჩვენ. და რა კარგია რომ ასეთ ეპოქაში სწორედ ქრისტიანულ წიგნებს აღარ დაძდევენ, იბეჭდება დიდი რაოდენობით მუსულმანურ სივრცეშიც, ვრცელდება ეს ყველგან და ღმერთის სიტყვა როგორც ცოცხალი ფენომენი ამ წიგნის მეშვეობით მთელ დედამიწას მოედო. აი ეს არის ერთ-ერთი კიდე ნიშანი მოახლოება იმ ისტორიული მოვლენებისა, რომელიც წინ გველოდება ბიბლიის თანახმად, მეორეთ მოსვლა იგულისხმება, მანამდე ანტიქრისტეს მოსვლა, მანამდე კრიზისები იქნება და აი ეს არ შეაშინებს ქრისტიანებს, გამორიცხვის შეეშინდეს სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ჩვენ ნამდვილად არ შეგვაშინებს. ქრისტიანის რწმენაში ქრისტეზეა დამოკიდებული, მან იცის რომ ყველაფერი კარგად არის და იცის წინასახეები ბიბლიიდან, რომ რაც არ უნდა კატაკლიზმები დადგეს, წინასახეები გვამცნობს იმას, რომ ქრისტიანები მოერიდება ამას, ნოეს კიდობანი ამის წინასახე არის შემოკარგებო, გამიგეთ. აი აღდგომა ამის წინასახე არის და არა მარტო წინასახე, ეს რეალური ამბავიც არის. ქრისტიანები გადარჩებიან ამაზე, წარღვნა ამის წინასახეა, წარღვნა ხო იყო, ყველაფერი გაასწორა მიწასთან და ის 800 ადამიანი, 800 ყოფილების სიმბოლო არის, ციფრებს დიდი მნიშვნელობა აქვს ბიბლიაში და შემთხვევითი არ არის, ფიგურირებს 7, 8, 10, 12, 22 და ასე შემდეგ და 40 საერთოდ. ეს სრულყოფილება, სწორედ იმის სრულყოფილებაა, რომ ის კიდობანი, რომელიც წინასახეა ქრისტეში შესული ადამიანები, ისევე იტივტივებენ ამ ცოდვად დაცემულ სამყაროში, როგორც ტივტივებდა ის კიდობანი და გადავრჩებით. ამიტომ ქრისტიანი შიში არა აქვს. ქრისტიანი ხარ, აგერიდება შენეგა. არ მოხდები მაგ იმაში, ბიბლია ამას გვეუბნება. ამიტომ უნდა ჩავეჭიდოთ ამას. ჩვენ ახლა არ ვიყოთ სახელმწიფოს იმედზე, მთავრობის იმედზე, პოლიტიკური წყობის იმედზე, დემოკრატიაზე. არა, დემოკრატია ღმერთმა დაუშვა იმისათვის, რომ მისი სიტყვა უფრო კარგად მიწვდეს ყველა ადამიანის გულთან მივიდეს. დღეს ის აღარ მუშაობენ პასტორები, მრევლები, ესენი სულ ყველა ჰუმანისტები არიან და ძალიანაც კარგი რო ესეა. და სამაგეროდ არის ერთადერთი დოკუმენტი, რომლის დამახინჯებას ცდილობდა 2000 წელზე მეტია თითქოს ყველა მონაწილეობდა მაგაში, ქართველებმაც მიიღეს მონაწილეობა. ჯერეთ ის ფაქტი, რომ ქართველებს არ აქვთ ბიბლია თავიდან ბოლომდე ნათარგმნი და ეხლაც კი ძველ აღთქმით ხელმძღვანელობს მართლმადიდებლობა ძველი ქართულით და თავიდან ბოლომდე ბიბლია ძველი ქართულითაც არ აქვს მასიურად ხომ? ეს მარტო მღვდელი პუტუნობს რაღაცებს, უფრო აკომპლექსებს მრევლს. რატომ მეგობარო, ღმერთმა დაუშვა ისე რომ ეს თანამედროვე ენაზე ჩვენ ქართულ ენას პატივი ვცეთ და თანამედროვე ქართულ ენაც მისაღებია. ძველი ქართული და ბევრი რაღაცები შეცდომები, იმიტომ რომ რუსულიდან არის ბევრი რამე შემოსული. ისეთ რომ პირველად ბიბლია 1813 წელს დაჯდნენ და მაშინ დაიწყეს თარგმნა რუსებმა. მერე შეწყდა მთელი 30 წელი და 1877 წელს დასრულდა სინოდიანური თარგმანი, რომელიც უცვლელად დებს დღეს. აი ეს არის პირველად მე-19 საუკუნეში დაიდო რუსულ ენაზე. ნახეთ როგორ ჩამორჩებიან ისინი თანამედროვე ცივილიზებულ ევროპას. სადაც ბიბლიის თარგმნის 500 წლიანი ისტორია არის, ესე იგი, მხედველობაში არის რეფორმატორი ხანა
როცა უკვე წიგნი გუტენბერგის მანქანის გამოგონებამ გასაგები და მისაწვდომი გახადა ხალხისთვის მშობლიურ ენაზე ბიბლიის კითხვა და ღმერთმა ეს დაუშვა, თუ ღმერთი არ დაგველაპარაკა იმ ენაზე, რომელი ენაც ჩვენ მოგცემ დაბადებიდან, ახლა ეს ტანჯვა იქნება ხო? ენა ხო მან დაუშვა იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ ბიბლიიდან ვგებულებთ, რომ ენა იყო სწორედ ცოდვა დაცემის შედეგი, მრავალი ენების წარმოშობა, იმიტომ რომ თავიდან იყო ერთი ენა და რამდენი პრობლემა გადაიჭრებოდა დღეს, რომ ერთ ენაზე მეტყველებდეს მთელი მსოფლიო. ჩვენ პრობლემა აღარ გვექნებოდა. ეკონომიკურიდან და ბიუროკრატიული აპარატი შემცირდებოდა. ეს მეგობრებო, ენების წარმოშობა დედამიწაზე 100-ჯერ მithქვამს და გამიმეორებ 100 ერთად. ბიბლიის თანახმად ეს ცოდვასთან არის წილნაყარი. ამაზე რო იფიქროთ თქვენ მიხვდებით და როგორ ტრაბახობენ, რომ მე იცი რა, გერმანელი ტრაბახობდა გერმანულით, ინგლისური ტრაბახობს ინგლისურით, ქართველი ხო ტრაბახობს ქართულით, სომეხი სომხურით და ფაქტურად აქაც ომი მიდის. არა, ენებით რა ვიტრაბახოთ მეგობრო, ენა რა ეშმაკად გვინდა ენა, რომელიც ღმერთს დაგვაშორებს და ღმერთთან არ მივალთ, იმიტომ რომ ენები სად იყო, რა ენაზე ლაპარაკობდა აბრაამი, კაცშვილმა არ იცის ეგა. არ წერია რომელი ენაზე, აი ერთ კონკრეტული ენა არ არის მოცემული იქა. დაიწერა ბიბლია უკვე არა ადამის დროს, არამედ ბიბლია იწერება როგორც ასეთ ყველაზე ძველი ნაწარმოებად თუ შეიძლება მონათლოთ ნაწარმოები, ან მოდი ვთქვათ წერილი ღმერთის შესახებ არის იობი. ეს გაცილებით უფრო ადრეა დაწერილი და მეორე მოთავსებული თეორ წერილში. ქრონოლოგიურად ის ცოტა სხვანაირად არის, მაგრამ უძველესი არის ეს ვიდრე თქვა მოსე რო წერს. მოსე წერს მე-15 საუკუნის ძველი წელთაღრიცხვით, ეს 1447-დან 1407 წელი, ეს 40 წელი ამ პერიოდში წერებოდა 5 წიგნეული მოსეს გარდაცვალების მერე ისუნავინი აგრძელებს ამას და ეს ახლა ნახეთ რამდენით არის დაშორებული იმას და წარმოიდგინეთ ახლა მეგობრებო, აი ეს ჩვენ კარგად გავიაზროთ, მივხვდებით რა მდგომარეობაში ვართ ახლა ჩვენ. თანამედროვე პლანეტაზე ვიძახით, ჩვენზე როცა ვიძახით, პლანეტის შვილები ვართ ჩვენ და რა კარგ პირობებში მოგვათავსა ღმერთმა, რატომ დაუშვა მსოფლიოში ჰუმანიზმი. მიხვდა რომ ქრისტე მსოფლიოში ვერ გაგრიელდებოდა, აი ესე, ასეთ დონეზე, იმიტომ რომ წუთისოფელი სატანას აქვს ჩავარებული და იქნებოდა ომები, როგორც იყო თქვათ მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის ჯვაროსნული ომები. მერე მონღოლები მოდიოდნენ ჩვენთან არა იმისათვის რომ ჩვენი ეკონომიკა მოეტაცათ. რელიგიური ომებია ეგრეთ წოდებული ომები. რელიგიაც განაპირობებს ომებს და მოდიოდნენ მონღოლები, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ქრისტიანები და ნერვები ეშლებოდათ. მოდიოდნენ თურქები, იმის გამო რომ ჩვენ ვიყავით ქრისტიანები და ნერვები ეშლებოდათ. ნუ ქრისტიანები ახლა ნომინალურად ვიყავით ხო და ქრისტეს სახელს იცავდა. თორე არაფერი ჩვენ არ გქონდა, ახლა რა უნდა წაეღო ახლა მონღოლს ჩვენიდან მე არ ვიცი ახლა. ყველაზე კაი პირობაა დღეს ბიბლიის გავრცელებისათვის და ქრისტეს წმენის მისაღებად. დღეს ქრისტეს რწმენისათვის არავის არ ისჯება, არც სახლში და არსად. თუ არ და ჩავთვლით ყრუ რაღაცა ქვეყნებს, სადაც ჯერ ჰუმანიზმი არ შევიდა და ისევ რელიგიური ძიძგილაო არის. აი როგორც კი შევა ირანშიც ჰუმანიზმი და უკვე შესულია და სირიაში ქრისტიანებს აღარ დაუწყებენ დევნას. იმიტომ რომ იქ ასე თუ ისე კრიჭაში უდგებიან ამათ. და ნამდვილი ქრისტიანი უკვე აღარავისთან აღარ აქვს კონფლიქტი მას. მე ასე განვიხილავ ამ ჰუმანიზმის ეპოქას, რომელიც მუდმივად ვფიქრობდი მაგაზე, რა პერიოდი ეს და ღმერთი როგორ მუშაობს, მე მაგან კიდე გამაუცა. როგორც არასდროს დღეს ესეთი ხელმისაწვდომია ბიბლია ყველა ენაზე, ყველა ხალხისთვის. ირანშიდაც რო წაიკითხოს ირანელმა, სახელმწიფო დონეზე მაგას არ ჩაქოლავენ. უბრალოდ არ უნდა გაახუროს, არ უნდა გამოვიდეს, არ უნდა ააჯანყოს, რელიგიური მოწოდებები არ უნდა იყოს, არ უნდა გამოვიდეს და თქვას რომ იცი რა, ჩვენ ვართ მაგრები და მუსულმანების დედავატირე. შენ უნდა გადარჩე. ინდივიდუალურად თუ გადარჩება ირანელი, ქართველი, ეს ხალხი ყველა ქრისტესთან იქნება მე. და ასე შეწყდა რელიგიური ომები. დღეს რელიგიური ომებმა ადგილი დაუთმო ეკონომიკურ ომებს, რეფორმებს და აქ უკვე აქ ახლა მეგობრებო, ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ ბიბლიას თუ მიიღებს ყველა და დიდი დოზით გახდება რომელიმე ქვეყანა ქრისტიანი ისე რომ არ დაიწყებს ტრაბახს რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ღმერთი უშველის მას. და დღეს მოგეხსენებათ ახლა არც ერთი ქვეყანა არ არის რელიგიური. რელიგია დატოვეს როგორც კულტურა და ეს არის ეგზოტიკა თელ რიგ ქვეყანებში, ინდუიზმი, ბრაჰმანიზმი, ბუდიზმი, რა ვიცი 1000 რაღაცეები დატოვებული არის იქით იაპონური იმაში. ეს არის ნაციონალურ კულტურასთან წილნაყარი რელიგიები, რომლებიც არაფრის მომცემი არ არის. ბიბლია არ არის ასეთი. და იაპონიაშიც არის ბიბლია შევიდა, იქაც არიან ქრისტიანები. მე არ ამჯერა პლანეტაზე ქვეყანა, სადაც 10-20 კაცი მაინც არ იყოს ქრისტიანი. თუნდაც ირანში. იქაც მოიხიბლება 1-2-3 კაცი, თუნდაც 3 კაცი. ასევე ჩინეთში, ასევე ინდოეთში. ბიბლია შევიდა და ხო მაგას დამაჯერებთ რომ მილიარდ მოსახლეობაში 1 კაცი არ იქნება, რომელიც ამას მიიღებს. აი ღმერთმა რა სიტუაცია დაუშვა და აღარ დევნიან აღარავის და ეს დიდი დამსახურება ღმერთის შემოკარგებოდა. როცა ჰუმანიზმს გავაღმერთებთ, აი ეს არის საშიშროება. ჰუმანიზმი დაშვებულია, იმიტომ რომ ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ყველა კუთხეში მიაღწიოს. რომ არა ჰუმანური ეპოქა, წიგნი არ დაიბეჭდებოდა ჩვენთან.
აი ჰუმანურმა ეპოქამ გააკეთა ის, რომ დღეს საქართველოში ქართულ ენაზე რამოდენიმე გამოცემით ბიბლია არის და თითქოს ყველა შეუძლია ეს წიგნი სახში დაიდოს. ხომ არის ეს სასწაული? მე ამ სასწაულს ვხედავ. მიუხედავად ამისა, რა მაღალი დონის ათეიზმია. არავინ არ უყურებს იმას, რომ ჰუმანიზმი ღმერთმა დაუშვა. ადამიანის მოტანილი ეს არ არის. ღმერთმა დაუშვა ეს. იმიტომ რომ არ შეიძლება რომელიმე გვარი გააღმერთო, არ შეიძლება რომელიღაცა ერთ-ერთი წამოწიო წინ. აი ზოგადი ტერმინი, ჰუმანუს. და არა ჰუმანუს ქართველი, ან ინგლისელი, ან გერმანელი. როცა ჰუმანური სოფხედველობა იყო გერმანიაში და გერმანელი იყო უპირატესი, ნახეთ რა მოხდა? ან კიდე ინტერნაციონალური ისეთი სულელური გაგება, როგორც საბჭოთა კავშირი იყო და ამის იმაშიდაც ადამიანი იყო გამომხატველი, ეგეც არცელებდა ძალით ამ თავის იმას. ესეც არ მოეწონა ღმერთს. ეხლა უფრო საუკეთესო პლანეტა საუკეთესო იმაში შევიდა. ყველგან ყველაფერი გაჩერებულია, რელიგიური ომები არსად არ არის, ყველგან აიმაღლებენ ხმას, არავის არ დევნიან, არავის არ აწვალებენ, არავის არ ტანჯავენ, თუნდაც ყირაზე დადგე, თუნდაც ვთქვათ ჰომოსექსუალისტი იყავი, კისერი მოიტეხე, რაც გინდა ქენი. გამიგეთ, მაგრამ როცა უკვე ზეწოლა იქნება იმისა, რომ რაც მე არ ამჯერა, რომ მოდადგეს ისეთი ხანა, რომ დამაძალონ მე ჰომოსექსუალიზმი. მე არ მჯერა მაგისი. ამიტომ არის არჩევანი. მე არ მივიღებ ამ ღირებულებას და არც ვიდევნები ქვეყნიდან. ასევე საქართველოში, ვინც არ მიიღებს ამ ღირებულებას, არ დაიწყებენ მაგის დევნას. ასე ნუ გეშინია მაგის მეგობრებო, ღმერთმა დაუშვა ეს ყველაფერი და ღმერთი აკონტროლებს და არჩევანს აკეთებს ადამიანი. გინდა აღვირახსნილობა, პასუხსაც აგებ აღვირახსნილობისთვის. გინდა ღმერთს შეურაცხყოფა მიაყინო შენი სექსუალური ორიენტაციის შეცვლისათვის, ესე იგი ღმერთი როგორც შემოქმედი შეცდა? პასუხს აგებ ამისთვის. გინდა პლასტიკური ოპერაციებით გადმოიკეთო ყველაფერი, ესეც ღმერთთან უკვე შედიხარ კონფლიქტში და იმას შენ ნამდვილი შემოქმედა და ოსტატაც არ აღიარებ და ტყავიც გაგძვრება. ამছে რომ ეპოქაში არის ეხლა ამ დღევანდელ 21 საუკუნეში დაშვებული თავისუფლება და ძალიან ბევრი ბოროტად სარგებლობს ამით. ძალიან ბევრი. თუმცა მე ამ პლანეტას განვიხილავ უფრო ძალიან ისეთი იმათ რა ჩაკეტილი საზოგადოებათ, აი მთელი გლობალიზაცია უკვე ჩაიკეტა. თუ ადრე ერთი ქვეყანა იყო ჩაკეტილი და მთელი მას ყვიროდნა ღია საზოგადოებისათვის ბევრი რისი წერებოდა, დღეს მთელი მსოფლიო პლანეტა უკვე ჩაკეტილი საზოგადოებად ცხადდება. და ეს არის საპატიმრო უკვე. პლანეტა დაემსგავსა საკანს. გვახსენდება ბიბლიაში ჩაწერილი, ახალ თქმაში ჩაწერილი ისე რომ მდგმური უნდა იყოს ქრისტიანი. ასე რომ ბიბლია მომიტანა სწორედ ისეთი ინფორმაცია, რომ ბატონიდან გადავედი მდგმურობის რეჟიმში, ესე იგი მე პატრონიდან მდგმურობის რეჟიმში გადამიყვანა. და სწორედ არის ეს შემოგვარება. ვინც გადავა ასეთ რეჟიმში, ის გადარჩება. და ეს ახლა დიდხანს არ იქნება, ვისაც გონია ხა დედამიწა სულ იტრიალებს ასე მილიარდი წელი. თავკომბალებს კი გონია კიდე 4 მილიარდი წელი ტრიალებს და ხო ნეტარანიან მორწმუნენი რამე თუ ჯერათ. ხოლო ამის ნეგატიური გაგება ჩავდე ახლა მე. თორე ისე ბიბლიური გაგებით მართლაც ნეტარი არიან მორწმუნები, რამე თუ ჯერათ რომ ღმერთი არის და ღმერთი შექმნილია სამყარო დავამატებით. და ეს რო აიღეს და იმებმა გადმოიღეს ნეტარ არიან მორწმუნენი. ეს გასაგებია, როგორ შეფერილობას იღებს. მარადიულად დედამიწა არ იტრიალებს. ეგ გამორიცხეთ. დედამიწა ისეთივე ასაკოვანი გახდება და მიცემული აქვს როგორც ადამიანს, ყველა ფორმას, სიცოცხლესაც, მატერიისაც, ყველაფერს თავისი დასასრული აქვს და დედამიწასაც აქვს თავისი დასასრული. ყველაფერი დედამიწაზე რაც შექმნილია, დაიღუპება. მე გაოცებული ვარ კიდე ერთი მომენტით. წარმართული რელიგია როგორ არის გამჯდარი ზღალრბილში, და ქრისტიანობა საქართველოში შემოვიდა როგორც სხვადასხვა რელიგიებისა და განსაკუთრებით ქართულ წარმართული რელიგიების შეფერილობით. და გაბატონდა ესე და ჩაენაცვლა ქრისტე და დაიმალა. ბიბლიას არ თარგმნიან, თუ თარგმნიან არ აკითხებენ. მღვდელი ისე ძველი ქართული ბჟუტურებს, ისე ბევრ ამის ისე ძახის თვითონ არ ესმის რას ბჟუტურებს ხომ? რატო წაიკითხე ახალი ქართული? რა გაშავდება რა? შეირყუნება ეხლა რამე? ახალი ქართულით რო წავით რა, უფრო ზუსტი თარგმანია გონიათ ეხლა ეგა თუ რა? ეს არის ელემენტარულად ადამიანებს აკომპლექსებ, არ იკითხო, შენზე იყოს დამოკიდებული, მღვდელი ხარ თუ დიაკვანი და ათაყვანებ ამ ხალხს. და ცოტა პროტესტანტული ელემენტებიც რო შეიტანებს. თუ ქრისტე გესმის, უნდა გაიკრიჭო, გაიხადო, ანაფორად დაიჭირო, წიგნი და წადი რა. პროფესია სხვა რამე გაიხადე. მოკლედ, ქრისტიანი არასოდეს პროფესიონალი ქრისტიანი არ არის. პროფესია დაიხდის ამას. ქრისტიანი არის მათხოვარი პირდაპირ გაგებით და ქადაგებს ღმერთის სიტყვას და თუ მშიერია, მაგას აჭმევენ. აი ეს არის მაქსიმალური მიდგომა და თუ მე ვცდები, ღმერთმა განმეკითხოს. თქვენ არ განმეკითხოთ. მე ესე უყურებ და მადლობა ღმერთს, ამას არასოდეს მე ჯერ აქამდე პროფესიად არ გამოვიყენებ. აი ორგანიზაცია დაარსო, იქით რაღაცა კლუბები, პასტორობა, აბა ვიღაცაზე დამოკიდე, აბა ხელფასი დაინიშნე, მე რო ქრისტიანობა
არ გამეცნო ბიბლიიდან, მე გულს ავიყრედი ქრისტიანობის იმ ფორმაზე, რომელიც მე ვნახე და ათეისტი გავხდებოდი. აი ეს ჰუმანიზმი ძალიან ხელს უწყობს სწორედ ფსევდორელიგიების მტერი არის ჰუმანიზმი, მაგრამ ნამდვილ ქრისტიანობას ჰუმანიზმი მაპატია და ფეხებსაც ვერ მოჭამს. აი დამელაპარაკოს ჰუმანისტი. ეცი რას დამაკლებ? ეს არ არის პროფესიად, არ უნდა გავიხადოთ მეგობრებო და ჰუმანურმა ეპოქამ დაუშვეს. აქ სატანას დიდი როლი აქვს და ისეთი კომფორტაბელურ ცხოვრებას არიან, როგორც პროტესტანტები, კათოლიკები და მართლმადიდებლები. პირდაპირ ამად შემყური ფიზიკოსმა მიატოვა ფიზიკა და შევარდა მღვდლად. ხო, მათემატიკოსები, ფიზიკოსები, რეჟისორები მღვდლებად მოგვევლინნენ. ხო, არის ბევრი. მათ კიდე ბევრი ბოთე მღვდლებიც შეუერთდა. ბოთეები განაწესეს სოფლებში, ყრუ ხალხში, ეს უფრო მხატვრები და ფიზიკოსები თბილისში. ხომ ესეა? ამ დროს ვინც ქრისტეიცის ბიბლიით პირველი რაც უნდა გაიცი, სარკეში რა წვერი უნდა გაიპარსო. წვერი მოუში არა იმიტომ რომ მღვდელი ხარ. ეს უბრალოდ ჩვეულებრივია, ადამი გევასება წვერი. მაგრამ აი როგორც რელიგიური ატრიბუტი და აუცილებელია წვერის მოშვება. ხო იცით რომ მართლმადიდებლობაში წვერი აუცილებელია. იყო ქრისტიანი, პასუხისგებლობას 24 საათის განმავლობაში გრძნობ და არავინ არ გავიწყდება. არავინ არ გავიწყდება. აი ეს არის დაბადება ჩემო კარგებო. მე ამიტომ მიყვარს არა პროტესტანტიზმი, არა მართლმადიდებლობა, არა კათოლიციზმი, ამიტომ მიყვარს მე ბიბლია, სადაც ერთი წყაროა, წყალი მოწოდებული ნამდვილი სიტყვა ღმერთზე. და არ მჭირდება მე ინტერპრეტატორი მღვდელი. რატომ მე ამას წავიკითხავ ერთხელ, ორჯერ სამჯერ, გადავხედავ ჩემამდე, როგორ წაიკითხეს ეს ციგნი და რა კომენტარებია ამ ციგზე, თუ ვინმე კარგად იცის ებრაული, ბერძნული, იმით რჩევას მე ყურად ვიღებ და მოусმენაგეთ ხალხს. ღმერთმა ესეთი ხალხიც გააჩინა, კარგი ლინგვისტები, ებრაული ენის კარგი მცოდნეები, ბერძნულს ყველაფერს ხო ვერ შევისწავლე მე კაცო, სადმე ყოფა ცხოვრება და სიცოცხლე, ენები ვისწავლო. იმის შიშით რომ ვაიმე ჩემთან არაფერი. არა, აი ამ კომენტატორებს და ახმერით ქართულს გავასწორებ. და მე ვთარგმნი კითხვის პროცესში ჩემ ქართულს მთელი რიგი რაღაცა შევავსებ და ასევე ქართულ ენაზე შევისრულთავ ამას გამოვიყენებ სხვა დამხმარელი ცხოურ ლიტერატურას ეს რუსული იქნება თუ სხვა რომელიმე ენა ყველა ვარიანტში ლათინური თუნდაც ბერძნულ ლექსიკონებს მაგრამ ამას ქართულ იმაზე გადავამუშავებ ხო ღმერთმა ხო ესე დაუშვა კარგი ის არის ეპოქა ჩვენთვის ამიტომ მე ბერჯელი ვიფიქრე ამაზე რა საითკენ მიდის პლანეტა და სადაც რელიგიური იყო იქ შეუტია ჰუმანიზმა და იცი რა შეუტია ყალბი რელიგია რა შმაკადგვინა ფანატიზმში ადის მე რელიგიური დიქტატურა მოდის რაც ხდებოდა ტალიბები აი რაც ხდება ავღანეთში ხო აი იქ მოიყვანენ მაგას ამერიკელები მე გადაამბაბენ კავშირს და რქებს დაატეხავენ კარგი პოლიტიკა აქვს ამერიკელ ჰუმანისტებს ეს ხო ღმერთმა დაუშვა და ჩააბარა ამათ ხო აგრ ყველაზე ძლიერი რელიგიური თეოკრატიული ფსევდოთეოკრატიული სახელმწიფო ხო ისრაელის და ამ ხო მიწასთან გაასწორა და იქ თეოკრატიის ადგილზე ჰუმანიზმი გაბატონდა დღეს ისრაელი ძალიან ლაიცისტური და დემოკრატიული რესპუბლიკაა იქ სად არის თეოკრატია რატო გააკეთა ეგ ღმერთმა იმიტომ რომ უყურა ძველი აღთქმა გააუგმა ახალი დადო და წარმართებში წავიდა რა როგორც იოსები ერთ-ერთი სახე რო გითხარით მამა აგზავნის ძმებთან ასე იესო ქრისტე გამოუშვა მამამ ამ ძმების მოსაძებნად რამდენი წინასახე ვიცით ჩვენ ორმოში ჩააგდეს იესოც ესე იყო 3 დღე გარდაცვლილი მე აღდგა აი მე საწინასახეებზე მე დაუბრუნდებით კიდე ერთხელ გავიმეორებთ ამას თუ რწმენა ეგ უკვე რწმენას მე ბიბლიიდან მე თვითონ ვერ მოგცემთ ეს უკვე თქვენი არჩევანია და სხვათა შორის რწმენასაც ირჩევს ადამიანი რა იწამოს და რწმენაც ეყრდნობა გამოკვლევას ჩემამდე არსებულ საბუთების სწავლობ ამ მასალებს მოცემულია ჩემში ეს რაღაცის რწმენა უნდა მქონდეს ვიღაცის რწმენა უნდა მქონდეს რა გიღეს მოცემულია და ყველა ადამიანი იბადება მორწმუნედ ამ სიტყვის არარელიგიური გაგებით არამედ წმინდა ესეთ ტერმინოლოგიური გაგებით ყველა ადამიანი არის მორწმუნე მაგრამ მათი რწმენა მე ობიექტზე არის დამოკიდებული და თუ არ გაარკვია რის რწმენა აქვს მას და არის რწმენების მონაცვლეობა ერთი რწმენა გადადის მეორე საგანზე მეორე საგნიდან მესამე საგანზე და რწმენის ობიექტები იცვლება თორე ურწმუნო ადამიანი მე არ მეგულება არავინ ხო აი ურწმუნო ადამიანი ვერ ადგება საწოლიდან წარმოგიდგენიათ აბსოლუტური გაგებით ურწმუნო იბადები მორწმუნეთ ამიტომ რწმუნას სჭირდება სწორი კალაპოტი სწორი მდინარება და სწორი შესატყვისი მისი ობიექტი რომელიც მოიცავს ამავე დროს ობიექტსაც ესეთი არის იესო ქრისტე და როცა ეს ჩვენი რწმენა და არა მარტო ჩემი იმოგზაურა და ჯერ მკვდარი სამეფოდან ცოცხალში გადავედით და ნამდვილი სახე ვიპოვეთ რწმენის ნავსაყუდელიც აქ ჩაეშვა და უფრო თავისუფლება ვიგრძენი ვიდრე მაგალითად რწმენის სხვა სტადიები რო გავიარე მკვდარ ობიექტთან რო ვიყავი იქ რწმენი არაფრის მომცემი არ იყო იქ მე ვიყავი მონა სიტყვის ძალიან ცუდი გაგებით აქ სიტყვა მეტაფორა მონა ქრისტიანობაში არის მაგრამ ეს თავისუფლებასთან არის წილნაყარი თორე ქრისტე მუშაობს შენში ისე ვარ შექმნილი მეგობრებო ქრისტეს გარეშე ღმერთის გარეშე ადამიანი ვერ იცხოვრებს
და თუ ეს არ შეამონებს ადამიანს და ამიტომ უჯანყდები და დამოუკიდებლობა გინდა, დაიღუპებით, იმიტომ რომ ადამიანი არ არის შექმნილი დამოუკიდებლად. ადამიანი შეიქმნა ღმერთმა დამოუკიდებლად. მაგრამ ეს დამოუკიდებლობა აუცილებელი არის, რომ ჩვენ კარგად ვიყოთ. და საიდანაც ჩანს, რომ დამოუკიდებული ვართ, იცი? მოწყდი რა ერთ დამოუკიდებლობას ღმერთზე, ჩამოეკიდე სატანას, ისე რომ არიცი. ის მაინც გვეუბნება ღმერთი რომ ვარო და სატანა საერთოდ აითესა. არ გვეუბნება რომ ვარო. ბიბლიაშიც რამოდენიმე ის გაიოლეს და იმას იმ ადგილებსაც გამოგატოვებს. კითხვა რო დაუსვათ ვინმეს რომ აბა მითხარი ბიბლიიდან სატანა სად ხვდება. აი გაგიჭირდება თქვენც კი იპოვოთ ეგ ადგილები. იცით სად არის ეგ ადგილები? როგორც პიროვნება, სად გვეუბნება, სად ბიჭემგან ბევრჯერ გაგიგია თქვენ. სატანა ნახეთ რა მამაძაღლია. თავის შესახებ არ გვაძლევს ინფორმაციას და ძალიან ბევრ რელიგიურ მიმდინარეობაში უკვე შეიტანა ის რომ აღარ არის სატანა. ღმერთი სიყვარულეთან, აი ეს სიყვარული კაცო გვიყო უყვარვართ ყველა და ყირაზე დადექი თუ გინდა მაინც უყვარხარ. ნახეთ ლიბერალიზაცია რა მოიტანა. სატანა როგორ მუშაობს? ასე რომ სატანა ნამდვილად არის ეს ისეთივე ძალა აქვს მას. გავიხსენეთ ასე ძახის ლუკა მახარებელი ან იესო ქრისტე რომ მე დავინახე სატანას ციდან გადმოვლება. იესო გვეუბნება, იესო. და იესო ღმერთია. ყველას ცემს პატივს იესოს, თვით ქართველი მღვდლებიც. ისინი თუ აღიარებენ ღმერთად იესოს, მის სიტყვას რატო არ უშვა ყურში? მან თქვა რომ სატანა დავინახე, გადმოვარდნილი. მე მის ავტორიტეტს უპატივს ცემ. როდესაც თქვა რომ შუამავლად მღვდლები დაიყენეთო? რატო გინდა შუამავლად მღვდლები? ჩვენ გვჭირდება ბიბლიური სოფხედულობით გაჯერებული პიროვნებები, რომლებიც გადმოგცემენ ბიბლიურ ჭეშმარიტებებს იმის გამო რომ ბევრი შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ და განათლებით შეიარაღებულმა პიროვნებებმა ეს იქნება ებრაული, ბერძნული თუ სხვა ენები და ფილოსოფია ჩვენამდე მოიტანონ ცოცხალი ღმერთის წმენა რომ აინთოს ჩვენი გულები, აი ამ რწმენით სული წმინდა შემოვიდეს ჩვენში და დავიბადოთ. თუ დაბადებას არ ექნა ადგილი ჩვენ ამ ცოდნით ახლა ბიბლიური ცოდნით ვერ გადარჩება. წაიკითხავ რა მე რა. აი ხო კითხულობს მღვდლები რა, ეტყობათ რომ დაბადებულები არა. წამიყვან ამ კითხვამ ფილოსოფიის აკვანთან ფორმა შინაარსზე. რაზე მსჯელობდნენ ფილოსოფოსები. საქართველოში ფორმის ქვეყანაა ეს. ფორმით. ხარ უმაღლეს დამთავრებული ფორმა არ გეკითხებიან რას ატარებ. სორბონაში გაიარე ფორმით რაღაც დიპლომი, არაფერს არ გეკითხებიან. იყავი ბოთე. და გაივსო მთავრობა ბოთე ხალხით. რომლებმაც ფორმალურად ყველა ენები იციან, ფორმალურად ინსტიტუტები აქვს დამთავრებული და სახელმწიფო ვერ მიყავთ. სახელმწიფო მანქანა ბუქსაობს. აღარც იქით, აღარც აქით. გაიქცნენ თვითონ ევროპაში, ჭამენ, სვამენ, მოწვიდებიან, ჩაჯდებიან ამ მანქანაში და აბუქსავებენ. ეს ხალხი საწყალი არის ამ დღეში, გაუსაძლის მდგომარეობაში. ეს იმიტომ რომ მთელი ერის ცნობიერება არის გზასაცდენილი. წარმართული რელიგიის მატარებელია ქართველი და სწორედ ამ წარმართობას უტევს დღეს დასავლურ ევროპული ჰუმანიზმი. და მე მგონი ეს მისასალმებელია. ასევე უნდა შეუტიოს რუსულ მართლმადიდებლურ შიზოფრენიას. და არანაირად სატრაბახო არ აქვს რომ ჩვენ და რუსები მართლმადიდებლად ორივეს კისერი მოტეხია. იმიტომ რომ მართლმადიდებლობა არ არის ქრისტიანობა და ამას ჯობია ჰუმანიზმი. და ეს გაიარა ქართველმა ერმა 70 წელი ჰუმანისტურ ეპოქაში უფრო ჯანსაღი ერი იყო, საწყენერო ათეიზმი იყო გავრცელებული, მაგრამ ჯანსაღი ერი იყო, დაალაგებული, წყნარი, კომფორტაბელური, მეგობრული, მოსიყვარულე, ლაღი ბავშვობა ყველას, თამაშები, ხო იცით რომ ესე იყო. ხო და ისეც იცით რომ მე არა ვარ მაგ ქვეყნის კომუნისტების მე ბაირახტარი. იმიტომ რომ როცა ქრისტიანი გავხდი მე, კომუნისტობის მავნე ისინი მეცნო. და ამიტომ თორე ისე სოციალური იმით კომუნისტებმაც ქვეყანა მოაწყეს, ამას ვერ მოაწყობს ამერიკელიც კი. მანდ ყველას ბინა ქონდა. ამერიკაში ბინა არავის არ აქვს, ვისაც აქვს ფულს ხდის. კანადაში ბინა არავის არ. კერძო საკუთრება აქ არ არის მეგობრებო. აი 100 ჯერ მithქვია, გეუნებით 100 მეერთეთ. აქ არ არის კერძო საკუთრება. არც მანქანაა შენი, არც სახლია შენი. ხო და როგორ არის შეჩვეული ხალხი? აი კერძო საკუთრება იყო საბჭოთა კავშირში. და ამ დროს გადაგებდა კოლექტივიზმს. ყველას თავისი ქონდა, აი ეზო, ბაღი, კარი, აი მკაცრად თავისი, აი სახლი თავისი იყო. გადაეცემოდა შვილს, გადაეცემოდა შვილიშვილს. აქ სახლი შენია, ვიდრე შვილი ყავს არასრულწლოვანი. როგორც კი არასრულწლოვანი შვილის გავა, ის სახლი შენი, რომ დაუტოვო შვილს, ის მაინც გაყიდის იმ სახლს, იმიტომ რომ მისი ხელფასი ვერ დაფარავს იმ სახლს. თუ აღმატებული ფული აქვს, სხვა სახლში გადავა, შენში რატო იცხოვრებს? და აქ სახლებში არიან გამოყურებული მოხუცებულები, მარტო დარჩენილები, რომლებისთვის სახლი ინვესტიცია, გაყიდიან და ბოლო წელებს 5 თუ 10 წელს დარჩენილს ფულს დადებენ და მოხუცთა თავშესაფარში მომლელებთან დადებენ აფულს. აი ეს არის დასავლეთი. და არაფერი არ გადაჭარბებული. ესეც ვიცი რატომ არის ეგ. ღმერთიდან რო წაიკითხავთ სამყაროს სიმშვიდე შემოდის და არსად არ დაიწყებ თავშესაფრის ძებნას, ის არის მაგარი ევროპა, მაგარი და ქართველი რო დარჩა წარმართი. ვერ ამაღლდა ჰუმანიზმის დონეზეც. ჰუმანიზმი ქართველისთვის საშუალებას წარმოადგენს, მართლმადიდებლობა სწორედ ამას ქადაგებს. და ამას უტევს ჰუმანიზმი და
ორი ხელით მათ მხარეზე ვარ. მართლმადიდებლობა უნდა აილაგმოს ქრისტიანობით თუ არა ჰუმანიზმის მაით, იმიტომ რომ ამის უკან მაინც ქრისტე დგას და ბიბლია კი ყველა ოჯახში დევს უკვე და აღარაფრის პრობლემა არ მაქვს მე, მით წაიკითხავს ბიბლიას, ის ქართველი აუცილებლად შეხვდები იქით ქვეყანაში. ქართველი არ დაიკარგება, ვინც ბიბლიასთან არის. აი ეს პრობლემა მე გადავჭერი. თქვენ გადაჭერით? რო ფიქრობ ხოლმე რომ დავდივარ, იცით რა კიდე და უფრო მეტად მიყვარს ღმერთი რა. რა აი ცოდვა რა არის. მან ცოდვა შემამეცნებინა ყველა ფორმით. რათა უფრო მეტად ატივიცე მას რა გააკეთა. ჩავიხედე ბიბლიაში აღმოჩენა საინტერესო იყო რომ ხალხ ერზე არა ვარ დამოკიდებული, არა ვარ სახელმწიფოზე დამოკიდებული, ჩემი ხსნა არ არის ამათზე დამოკიდებული. თუ რა გარანტია არ მიღალატოს ამან. ჩვენი ხსნა არის დამოკიდებული ჩემ რწმენაზე, როგორი ურთიერთობა მექნება უფალთან იესო ქრისტესთან. მაგარი რამეა რა, არც ერთ რელიგია ეგეთი არ არის. და არ ვიწყო კიდე ილუზიაში რომ იცი რა ეს წყობა რო იყოს, ის მთავრობა რო მოვიდეს. არა მეკუ. ეგ საკითხი დახურულია, ჩვენი მთავრობა არის იესო ქრისტე. ჩვენი პრეზიდენტი ეგ არის. ეს სამყარო შეიცვლება მყისიერად, იქნება საუცხო მდგომარეობა, ძალიან საუცხო მდგომარეობა. მარადისობაში გაგრძელებას პოვებს ეს. და ჩვენ მეგობრებო არ გავქრებით. ეს ერთი სიამოვნება. კიდე კარგი რომ ღმერთმა დატოვა წიგნი. ეს რომ არ ყოფილიყო, ჩვენი საქმე შავად იყო. დაგვიტოვა სიტყვა, თისა ძალა აქვს ამ სიტყვას და იგი მშრალი სიტყვა არ არის. ვინც რწმენით ამას მიიღებს, ცოცხლდება ეს წიგნი. ფანტაზია შეუძლია ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების გაცოცხლება. ადამიანი ისეა მოწყობილი და მით უმეტეს ეს წიგნი კი ლიტერატურული ძეგლი არ არის. ეს არის ამბავი ქრისტეს შესახებ, ქრისტეს სიყვარულის შესახებ, ქრისტეს ტანჯვის შესახებ, ქრისტეს ცოდვის გამოსყიდვის შესახებ, აღდგომის შესახებ, ახალისა და ახალი დედამიწის შესახებ, ჩვენ გადარჩენაზე და ბედნიერებაში დაბრუნებაზე. ეს მაგარი ცნობა არის. აბა თქვენ რის იმედი გაქვთ? იცი ერთი კითხვა მაქვს პრაქტიკული. საერთოდ ცხოვრებაში რის იმედი გაქვთ? შვილების, შვილიშვილების. მეტი საათი ჩართულია ბიოლოგიური. ჩვენა ორგანოები განიცდიან უკვე ცვეთას. ხვალ ზეგ, მაზეგ, ერთ წლის მერე წამოგვეწევა ჩვენ რაღაცა. იქ რაღაცა წონა იმას იზამს, იქ ზოგი გახტება, ზოგი თვალიშინი წაერთმევა, დააყრუდება თმები, გათხელდება, ყურები დაუგრძელდება, თავი გაუსივდება, ხო? მოიხრება. აი რა არის ენტროპია. ვინც იწამებს იესოს როგორც უფალს, ის გადარჩება. ის არის ნამდვილი ქართველი. ნამდვილი ქართველი არის, ვინც იესოს იწამებს. რაში მაინტერესებს ეროვნება სომეხია თუ ვიღაცა? ადამიანია, ხო, ეროვნებით კი არ გაჩენილა ვინმე. ადამი და ევას ეროვნება ჩვენ არ ვიცით. ხო, მიმტკიცეთ ახლა სომეხი იყო, ქართველი იყო, ინგლისელი იყო, არის ეს თეორიები კრეტინული. არავინ არ ვიცით ეგ ჩვენ ეროვნებით ის ვინ იყო. ეროვნება ხომ ეს ცოდვის შედეგი არის. ეროვნებაში ჩაკეტილი ებრაელებს რა მოუვიდათ? სულ დარტყმაზე განახორციელეს რა. და ეს კარგად ყველაზე მეტად შეიცნო პავლემ. აკი გაარღვია მაგან ეს ჩარჩოები და წარმართებში გავიდა. გადალახა მან ეროვნულობა. და ქრისტე ეროვნულობას არ ცნობს. ამიტომ არ იღებს მთელი რიგი კულტურა ქრისტეს როგორც კოსმოპოლიტს. ამ დროს კოსმოპოლიტი მაგარი სიტყვა არის. ყოვლის მომცველს ნიშნავს. ხო, სოფლიო მოქალაქეს ნიშნავს. რა თემი ერთ საქართველოს ის ვიყო გამგებელი. სოფლიოს მოქალაქეობა უფრო მაგარია თუ ერთი ტილიანი ქვეყნისა, რომელიც იმდენად ტილიანია ქვეყანა, რომ არც დაუშვებენ ამ ტილებს. საოცარი არ არის ესა? გიფიქრეთ ამაზე, აი და ხა წარმოიდგინეთ სოფლიო მოქალაქე რო ვიქნებით, აი ყველგან რო შეგვეძლოს შესვლა, ყველგან მუშაობის უფლება, ყველგან იგივე იურიდიული ნორმების აღება. ასეთი შექმნა ღმერთმა. ჩვენ სოფლიო მოქალაქეები ვართ. სოფლიო სამყარო შექმნა ღმერთმა და იმის მოქალაქედ გავგვაწესა ჩვენ და ამ ეშმაკმა, ამ სატანამ ჩავკვეთა ამ კრეტინიზმში, რომელიც ნაციონალიზმით ხასიათდება და პირველი ეს მოვიდა ებრაელებს. ამაში ჩაიკეტნენ და ცოცხალ ღმერთი მიატოვეს. დღესაც იმაში არის უბედური ერი რა და ნახე რა დონის ეკლები ყავს ირგვლივ. ეს ამ საკითხთან დაკავშირებით შემოყალიბება გამიგზელდა. მე მგონი თქვენ გონებამშიც დავიდა ეს რომ არაფერი არ არის სადარდებელი ქრისტიანისთვის. ქრისტიანი იყო ნიშნავს უკვე გათავისუფლებული ხარ რა, სხვაზე არ ხარ დამოკიდებული. ხო ვიცით რომ ამ გადასახით და ყოყურუთა ქვეყანა არის ეგ ჩეჩნეთი, ოსეთი, ინგუშეთი, კავკასია, სასომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. ეს არის ყუმეთი. თავიდან ბოლომდე ისეთი ყუმეთია რომ სულ ყველა შევიდა ჰუმანურ ეპოქაში და ესენი არ ვერ შედიან. რა დღეში არიან? არა და სარგებლობენ ევრორემონტებით, ევროტანსაცმლით, ევრომანქანებით და ბოჭო რა გახდა? ნუ ასოციაცია მინდა, კაცო ეს სირცხვილი ასოციაცია წევრობა მინდა რა. მე აღარ ამთვლი შენ წევრად ესეთი დაბალი დონე ვარ. მაშინ არ ჩენი ის ასოციაცია მინდა რა. ხო და იმის მაგვირად რომ საკითხი ასე დაეყენებია პარლამენტს. წარმოიდგინეთ ესეთი შეგნების პარლამენტარები ყოლოდა ჩვენ. იმას გაუბედავდნენ. ასოციაცია. მე მოვდივარ წევრად აქა რა. ნაკლები კულტურისა ვარ თუ რას გვემაიმუნები აქა შენი პატარა ბავშვები ვარ. ერთ-ერთი უმერო წერეთ ეგ იყო რა ამდენი პაკეტები რა ძუძუმწერები გონი ვარ ჩვენო გვიცლიან ამ პაკეტებსო.
ნახეთ რამდენი სიმართლეა მაგაში და აი დავკარგეთ ჩვენ ღირსება აი არავინ აღარ არის პარლამენტში არისტოკრატი რა ეს არ უნდა იკადრო იცი რა ვიღაცა იცი ხელი მოაწე ბედნიერი ხარ რაზე აწერ ხელს იცი ის მოსახლეობა რაზე მოვაწერეთ ხელი იცით ხალხს დაიკითხნენ რეფერენდუმი წესით ხო უნდა მოაწოდო ამიხსენი რაზე მაწერინებ ხელი დას გვატყუებენ ახლა ჩაკეტილი არის ქვეყანა მაღალ დონეზე რა აი ყველანაირად უმშევრობა სულ ყველაფერი აი გაპარტახებული არის ნასახლარებს აკავს თელი რიგი რაიონები რა გაცვიდა ხალხი და აწერენ ხელს ვითომ ახლა მიშა რო ყოფილიყო ხელს არ საინტერესოა მიშა რო ყოფილიყო ამ ხელმოწერას მიიღებდა ქართველიერი იცით რა ამბავი ატყდებოდა აი ესეთი ბოთია მოსახლეობა რა ესენი ხო მაგებმა ჩაუყარეს საფუძველი მაგ ყველაფერს ეს ხო მაგათი გზა არის ეს ყველაფერი არის ნაცების გზა განვიხილეთ თქვენ მაინც იმედი გაქვთ ევროპის ამერიკის და აი გელაპარაკებით რა ამათ იმედი მტერს ექნა რა აი ევროპა რის კანადა რის ამერიკა მოიცათა თქვენ მაინც ილუზიაში რო ხართ აი ღმერთმა გაგიშვათ ისე რომ თქვენი ცოდნა შეიძინოთ რა აპრიორი შეიძლება ბევრმა გააქვთ ეგ ცოდნა ხო და ღმერთმაც მე ეტყობა არ მქონდა ცოდნა იმდენი აბა რა წამომიყვანა და ვაიდეალებდი რაღაცებს მეგონა რომ ჩვენ ვიყავით გამოქვაბულში და სხვები იყვნენ კარგად არა მთლიანად დედამიწა დაავადებული არის ავადმყოფობა ყველა სოციალურ სისტემებში ადამიანი საერთოდ ისეა გადაგდებული ყველან გაოცებული ვარ აი ჰუმანიზმი არის და ამ დროს ადამიანი გადაგდებულია აი სამედიცინო შეიხედავთ აი ადამიანი აღარ ფასობს რა სიტყვა არის ესაც ღმერთმა დაუშვა მე მგონი რა და მადლობა მას კიდე იმის ხელს ხედავ მე ამაში რა როგორ ექცევიან ნუ ადამიანს ესე შეიძლება კაცი აი გატანჯო და გაუთავებელი მინიმალური ხერფაცი დასვა და აი სულ აფიქრო აშინო აი სამსახური არ დაკარგოს ის არ დაკარგოს მე ვერიშოვის მე იშოვის მე ოცნებად რო აქ იცი რა მენაგვეთ სამსახური მთავრობაში იქ ლგოტებია რა კაბელი ჩასმა უნდა ადამიანს და ათვალეთს უნდა და ყველაფერი უნდა რო დაჭირება შეიძლება ეს სარგებლოდებს პრივილეგიით კურნალობა პრივილეგია ხალხო ღმერთმა ეს დაგვიბარა მოყვას ეს სიყვარული მტრის სიყვარული სირცხული თელ სოფლიოს რომ მკურნალობა იქცა პრივილეგიად და მკურნალობს ის ვინც პრივილეგირებულია ხალხო დაფიქრდით ამაზე რა და საქართველოს უკვე რა ვიცი საკათმე არის და ეგ დროშა რა ვიცი დროშაზე ქათმისა და მამლისის რო იყო სურათები უფრო კარგი იქნებოდა ისე ესეა ჩემო კარგებო ეს რაც შეეხება ამ საკითხებს